რა არის მარხვა? პავლე მოციქული ამბობს, თქვენო სულიერ ბრძოლაში ხართო, ამიტომ სულიერი ჩაფხუტი დაიფაროთ თავზეო, ჯაჭვი ჩაიცვითო, ფარი დაიჭირეთო, მახვილი აიღეთო ხელშიო, რომ ეს ბრძოლა შეძლოთო. და ეს ისწავლეთო ეს ყველაფერი როგორ უნდა დაეფოთ ამასო. ესევე ქრისტიანი უნდა სწავლობდეს მარხვას. მარხვა მარტო საჭმლის შენახვა კი არა, როგორ უნდა იმარხულოს, უნდა ისწავლოთ ჯერ. რა არის შენთვის მარხვა? აი მაგათ ოთხშაბათი პარასკევის მარხვა. ძალიან ხშირად აი მრევლში ეს ძალიან გავრცელებულია, აი მარხვას მარტივად იცავენ, მაგრამ ოთხშაბათი პარასკევის მარხვას არ იცავენ. რატომ იცით? არ ესმით ოთხშაბათი პარასკევის მარხვის მნიშვნელობა. არ იციან, აი რომ ადამიანს თელი არსებით გააზრებული რო კონდეს, რატომ არის ოთხშაბათი მარხვა დაწესებული და პარასკევის მარხვა დაწესებული, ის სამარხვას ვერ დაარღვევს. იმიტომ რომ ოთხშაბათი არის მაცხოვრის გაცემის დღე და პარასკევი კიდევ უფრო და საშინელი დღე. მაცხოვრის ჯვარცმის დღეა. მაცხოვარი ჯვარზე გავაკარეთ და ქრისტიანი ყველა პარასკევს ამას იხსენებს, რომ ჩვენ მაცხოვარი ჩვენი ხელი ჯვარზე გავაკარეთ. და შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ ამის დარღვევას ფიზიკურად ვერ შეძლებ. თან რატო ვერ შეძლებ? ერთადერთი რამე ქრისტეს განიცი. როცა ქრისტეს ეკითხებიან, მასთან მიყავთ ეშმაკეული ადამიანი, რომელსაც მოციქულები ვერ გავკუნავენ, მაცხოვარს უსვამენ კითხვას, რომ ჩვენ რატო ვერ გავკუნეთ ეს? და მაშინ მაცხოვარი ეუბნება, ეს მოდგომა მხოლოდ ლოცვით და მარხვით თუ გადავა. ანუ ამ ეშმაკთან წინააღმდეგობა შენ და განკურნებას ეშმაკისაგან მარტო ლოცვით და მარხვით თუ მოახერხებ. ახლა შენ ქრისტიანს წარმოგიდგენე, მარხვა არ გინდა, ლოცვა არ გინდა. ეს ყველაფერი არ იცი როგორ უნდა შემოზღუდო საკუთარი თავი, რომ ეშმაკი შენში არ შემოვიდეს, რომ ეს შენი ლამაზი სული არ დაანგრიოს და არ განადგუროს. როგორც ეს წაზრები იყო, განადგურებული და მომსხვარი. განადგურებული, აი როგორი განადგურებული, აი მიწა ზოგან ეკალბარდები იყო ზოგან, ზოგან საერთოდ ტაძარიც აღარ ჩანს უკვე, ზოგი საერთოდ გაუქმებული და განადგურებულია უკვე, მისი საძირკველიც კი აღარ ჩანს, ანუ საძირკველიდან დაამოთხარა ვიღაცა უკვე, განადგურა თავი და მომდი და არაფერი აღარ დატოვა მაგ ტაძრისგან, არაფერი. ესე ადამიანიც არაფერს არ ტოვებს საკუთარ თავში, იმდენად შემოუშვებს ეშმაკს თავის სულში, თავის გულში და იმდენად მისცემს ამ ყველაფერს, ბოლომდე ანადგურებს და არაფერს აღარ იტოვებს ამ ყველაფერში.